მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ესეთ თემაზე საუბარი, როგორიც არის მრავალფეროვნება. რას ნიშნავს საერთოდ ეს სიტყვა, ეს ცნება და როგორი გავლენა აქვს ამას ჩვენს დღევანდელ ყოფაზე და არა მხოლოდ ჩვენსაზე, არამედ ასევე ცოტა გლობალური მასშტაბებითაც შევხედოთ ამ საკითხის მნიშვნელობას. და პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ვიდეო არ ეხება არანაირად და საერთოდ ნაკლებად ვწერ ხოლმე ესეთ ვიდეოებს, რომელიც რაღაც ჩემი ინტელექტის რეკლამას შეესფერება ან ასე შემდეგ. ჩვენ მარკეტინგულ სამყაროში ვარსებობთ, ეს სოციალური ქსელები, რასაც ქვია და გნებობ და ინფორმაციული ხასიათი აქვს, ანუ ყველაფერი რაც არსებობს ინფორმაცია არის. ამიტომ რეკლამის გარეშე ჩავლილი ნებისმიერი აქტივობა დროდაკარგულად ითვლება საერთოდ ამ სამყაროსთვის. ესე აღიქვამს ამას სისტემა, მაგრამ ამ შემთხვევაში გავაკეთოთ სულ სხვა რამის რეკლამა და გავაკეთოთ ესეთი უნარის რეკლამა, რასაც ქვია მსჯელობის დამოწმება და არა მტკიცება. ეს არის ისეთი უნარი, მეგობრებო, რომელიც გარკვეული სპეციფიკური გამოცდილების მეშვეობით გამომუშავდება და არ არის ესეთი დასწავლადი საკითხი, როგორც მაგალითად სხვა უნარები, soft skill-ები, ან ბიზნეს უნარებია თუ სოციალური უნარებია, რომელიც ას გარკვეულ პერიოდში დასწავლადია რა, ადამიანი თუ მოინდომებს, გამოიმუშავებს. ეს არ არის ისეთი ნიჭი, რომელიც თანდაყოლილია, ან და ისეთი ნიჭი, რომელიც ადვილად დასწავლადია. მე პირადად ეს უნარი, ესეთი რიტორიკული მანერა, ესეთი დამოწმების და არა მტკიცებით ფორმატში. გამომიმუშავა, ვამბობ, სპეციფიკურმა გამოცდილებამ, რომელიც მრავალდარგობრივმა გამოცდილებამ გამოიწვია ჩემში ეს და ამას თავისი, ასე ვთქვათ, მინუსები აქვს, თავისი პლუსები აქვს, ეს არ არის რაღაც მაინც და მაინც ყველასთვის კარგი და ყველას არც მოეთხოვება ეს. ანუ ბევრ საჭირო საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება, ეხლა მრავალ განზომილებაში შევეცადოთ დავინახოთ ის საკითხი, რასაც ქვია მრავალფეროვნება. სხვანაირად, ვერც შევიძლებთ ამის გაკეთებას, ხო? გარდა იმისა, რომ ამას დიდი რაღაც, ასე ვთქვათ, შემთვის ის თვისება გააჩნია, რომ მე მიწევს, ვთქვათ, კონცენტრირებული ინფორმაციის გარკვეული ფორმით დეკლარირება, ხო, ამის რეალიზება მიწევს, ან ფორმალიზაცია ინფორმაციის გამოხატვა მიწევს გარკვეული ფორმით. ეს ჩვეულებრივი ყოფითი გონებისთვის, რაც დამახასიათებელია მტკიცებით ფორმატში მსჯელობა, ხო, ისეთ გონებისთვის იწვევს გაღიზიანებას. და რატომ აღიზიანებს იცით? იმიტომ კი არა, რომ მე ვაკეთებ ამას განზრახ. არა, ეს სხვანაირად არ ხდება უბრალოდ. არის საუბრის მანერა, რომელიც მსჯელობის ფორმა, რომელიც მტკიცებით ფორმატშია და არის მსჯელობის ფორმა, რომელიც დამოწმების ფორმატში მიმდინარეობს. ბევრი ადამიანისთვის სოდნის სიმაღლიდან გადმოხედავად აღიქმება ეს და ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ამ შემთხვევაში მე ვსაუბრობ სიღრმიდან და შეცდომა არის იმის ფიქრი, რომ სიღრმე და სიმაღლე ერთი და იგივეა. თუ მრავალგანზომილებიან ფორმატში დავინახავთ სურათს, სიღრმე და სიმაღლე პირიქით ერთმანეთის საპირისპირო მხარეებზე დგას. თუ კი მე სიღრმის პოზიციიდან ვლაპარაკობ რაღაც საკითხზე და ეს ვიღაცის მხრიდან აღიქმება რაღაც ამპარყავნებად და ზემოდან ყურებად და ჭკუის დარიგებად და ასე შემდეგ, ეს იმის პრობლემა არის და არა ჩემი ამ შემთხვევაში. თუმცა ვინაიდან მე საზოგადო ინტერესები მომოძრავებს ამ შემთხვევაში, ხო, ამიტომ ვალდებული ვარ ეს ავხსნი. აი, ამით არის გამოწვეული ახლა ის ამ უნარზე საუბარი. ეს უნარი საერთოდ პირველად დამანახა ცხოვრებაში, მოგეხსენებათ, წინა ცხოვრებაში, ესე ვთქვათ, იურისტი ვიყავი, იურიდიული ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ასპირანტურაში ჩავაბარე იურიდიული ფაკულტეტის და როდესაც ასპირანტურაში ვსწავლობდი, იქ გავიარეთ ესეთი საგანი კომპარატივისტიკა, ანუ შედარებითი სამართალიერება. რას გულისხმობს ახლა? ესე იგი, ნახეთ, სოფლიოში დედამიწაზე მოქმედებს 5 სამართლებრივი ოჯახი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა, მაგალითად 100 დოკუმენტი გაქვს, უნდა წაიკითხო და მიაკუთვნო ერთი იმ ოჯახს, ანუ 5 ოჯახი და უნდა გადაანაწილო. გიმუშავდება ავტომატურად დროთა განმავლობაში კრიტერიუმის შერჩევის ფორმატი, რომ ანუ სპეციფიკური კრიტერიუმებს თვითონ უკვე მე არჩევს გონება, რომლის მიხედვითაც შენ შეგიძლია უბრალოდ დამოწმო, აღარ გჭირდება მტკიცება და პირდაპირ ამბობ, რომ აი ამიტომ და ამიტომ ეს დოკუმენტი მიეკუთვნება მაგალითად რომანულ სამართლებრივ ოჯახს. ან ეს კოდექსი, წაიკითხავ ერთ წიგნს, კოდექსს და იტყვი, რომ
ეს კოდექსი მიეკუთვნება რაღაც ანგლო-საქსონს ან რომანულ-გერმანულს ან რომელიღაცას უნდა მიაკუთვნო. თუ კი მომავალში სადმე რამე შეხვდება თქვა ტექსტი, ხო? იმ ტექსტს რომ წაიკითხავ, უკვე შენ აღარ გიწევს სხვებისთვის იმის მტკიცება, რომ ეს ტექსტი მიეკუთვნება ამას და ამას. დაახლოებით აი ეს მექანიზმი მოქმედებს ასეთი მსჯელობის. მე ახლა რეკლამას ვახდენ უნარის, რისთვის არის საჭირო ეს დამოწმებითი მსჯელობის უნარი და რა იწვევს საბოლოო ჯამში იმ ერთიანობას, რომელიც მრავალფეროვნების შესწავლით და მრავალფეროვნების გამოყენებით შესაძლებელია მიღწეულ იყოს. იმის მერე, როგორც გითხარით, ეს წინა ცხოვრების ამბებს გიყვებით, იმიტომ რომ 25 წლის წინამდელ ამბავს ყვები, ახლა იმის 25 წელი გავიდა, იმის მერე ძალიან ბევრი სხვადასხვა დარგი შევისწავლე, ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი მართლა მრავალფეროვანი, როგორც დარგობრივი, ასევე თვითონ შინაარსობრივი და ბევრი სხვადასხვა, როგორც რელიგიური ფილოსოფია, ასევე თეოლოგია, ასევე უამრავი სხვადასხვა საკითხის შესწავლა დამჭირდა იმისათვის, რომ მე რაღაც ჩემი სპეციფიკური ინტერესი დავაკმაყოფილო ამ ცხოვრებაში, ხო? ნახეთ სადამდე მივდივართ რა, ანუ მაგალითად, ახლა ავხსნათ თქვა ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. მარკეტინგული სისტემა, ის მარკეტინგი არის მოგეხსენებათ ის რითიც იმართება კაცობრიობა, როგორც პოლიტიკური მარკეტინგი, ასევე კომერციული თუ ან სხვა ფილოსოფიური მარკეტინგია ის რაშიც იფუთება იდეა და აზრი, ხო? ხო და ის მარკეტინგული სისტემა, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ და ვარსებობთ, გაჩერდა რაღაც პერიოდში, გაიყინა იუნგის ფსიქოლოგიაზე. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ მასლოუმ და სუტიჩმა იმუშავეს სერიოზულად და მასლოუს და სუტიჩის მერე ასევე იტალიელმა პროფესორმა იმუშავა სერიოზულად, ახალი ტრანსცენდენტულმა ფენომენოლოგიამ იმუშავა ძალიან სერიოზულად. ძველი, ესე იგი, მარკეტინგი, განსაკუთრებით კომერციული თვალსაზრისით, გაჩერდა, გაიყინა იუნგის ფსიქოლოგიაზე, იმიტომ რომ იუნგმა ძალიან კარგად აირეკლა, ძალიან კარგად ასახა, უпростоრედ, ის პრობლემატიკა საზოგადოების, რომელიც იმ დროს სუფევდა და რომელიც მან გარკვეულ მომავალში დაინახა. ანუ იუნგი ცოტა უფრო ღმად წავიდა არაცნობიერის შესწავლაში, ვიდრე მაგალითად ფროიდი. ფროიდი ზღუდთან მივიდა და ვერ გადავიდა ისე არაცნობიერის შესწავლაში, როგორც იუნგი, ხო? იუნგმა ცოტა გააღრმავა საკითხი, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც მან ასახა თავისივე ფსიქოლოგიაში. ანუ იუნგის ფსიქოლოგია არ აღმოჩნდა, მხოლოდ იუნგის ფსიქოლოგია არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ იგივე ის პრობლემები გადაეწყვეტა, რომელიც თვითონვე ასახა. ძალიან კარგად აქვს ასახული მას ის მაშინდელი საზოგადოებრივი სოციალური ფსიქოლოგიური პრობლემები. ამავე დროს ამ საკითხში ძალიან კაფედ ჩაერია ორთოდოქსული ესეც ნაწილია სისტემის, ესეც ნაწილია ჩვენი რელიგიები, აი ეს კონფესიები, მიმართულებები ჩვენი ცხოვრების, ხო, სასულიერო ცხოვრება, სასულიერო კი ქვია ამას, მაგრამ საჯარო ცხოვრებაში ვინც მოღვაწეობს, იმას სული არ გააჩნია? ხო, სულიერი არსებები ვართ ჩვენ ადამიანები, ხო, მაინც, მაგრამ ეს სფეროები გაყოფილია, მაინც, იმიტომ რომ სისტემა სჭირდება ესე, მეგობრებო, და სასულიერო სფეროს სისტემის შემადგენელი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს და ამას უარყოფს, მაგრამ თითქოს და ამბობს, რომ მისი დამოუკიდებელი სისტემა აქვს, ერთის მხრივ ესე აღიქმება ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ სინამდვილეში სისტემის შემადგენელი ნაწილია. ეს სისტემა ძალიან კარგად ჩაერია თავის დროზე ამ ფსიქოლოგიაში და დღევანდელი კლასიკური ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, რაც ვიცით ჩვენ ქართველებზე მაქვს საუბარი, თორე განვითარებულ ქვეყნებში თუნდაც წინ წავიდნენ ამ მიმართულებით და კიდევაც არიან ჩვენზე წინ ხალხო, 20-30 წელი მინიმუმ ჩვენზე წინ არიან, მეგობრებო, მენტალური მდგომარეობით, ფსიქოლოგიური სტატუსით და იმ განწყობით, რაც ჩვენთან პრობლემებია, იქ ცოტა ნაკლებია. 20-30 წელი გვიკლია და ამ დიაპაზონს ვერ ვაპატარავებთ. ჯერჯერობით ვერ ვაპატარავებთ და ამ გადავიდეთ რატომ ვერ ვაპატარავებთ. ორთოდოქსული გახდა, ანუ ეს ფსიქოლოგია. ჩვენ რა ფსიქოლოგიებიც ვიცით, საზოგადოებაში რაც გავრცელებულია, ორთოდოქსული ფსიქოლოგიებია ესენი. ისევე როგორც მედიცინაც ორთოდოქსული გახდა. ანუ ეს ერთიანი გახდა ეს სისტემა მთლიანად და
ნებისმიერი აი ამ ფსიქოლოგიების გაერთიანება, აი გნებავთ იმის ადლერის და იუნგის ფსიქოლოგია რო გავაერთიანოთ, ან სხვადასხვა კლასიკური ფსიქოლოგიის მიმდინარეობები რომ გავაერთიანოთ, ხო? მაინც საბოლოო ჯამში მათ ორთოდოქსული კანონიკური ჩარჩო აკავებს. ამიტომ ამდენი ხანია, თითქმის საუკუნეზე მეტია, ხო? იგივე ეხება მედიცინასაც, იმიტომ რომ ეხლა ტექნოლოგიის განვითარების ხარჯზე ხდება რაღაც სიახლეების გამოგონება მედიცინაში, თორე თვითონ რაღაც ერთი კონკრეტული სამედიცინო მიმართულების ფარგლებში არ ხდება განვითარება. მაგრამ დასავლური მედიცინა ახერხებს და სიახლეებს იგონებს სხვადასხვა მეცნიერებების გაერთიანების ხარჯზე. მაგალითად, ევოლუციურმა ბიოლოგიამ შეითავსა როგორც მედიცინის სფეროები, ასევე ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მარკეტინგი, ძალიან სერიოზული წინსვლები და ფაქტობრივად 7 კილომეტრიანი ნაბიჯებით ვითარდება ეს მეცნიერება და მემეტიკის შესწავლის ხარჯზე გააკეთა ეს, ანუ მემის და სტერეოტიპის ფსიქოლოგიის ხარჯზე მოახდინა ეს სხვადასხვა. და არა კლასიკური ფსიქოლოგიის ხარჯზე, ანუ არა კლასიკურს ვამბობ, ვიცით რას, განა ფსევდო ფსიქოლოგიებზე მაქვს საუბარი. არა კლასიკურში ის გულისხმობა, რაც ჩვენთან საქართველოში სისტემის მიერ არ არის აღიარებული. თუ ჩვენ ფსიქოლოგიაშიც არ გავამრავალფეროვნებთ და ეს არ ეგულისხმება კლასიკური ტიპის ფსიქოლოგიების გაერთიანება, იმიტომ რომ მაინც ორთოდოქსულ ჩარჩოებში რჩება. იგივე ეხება მაგალითად თეოლოგიას. მეურვო, მე თეოლოგიაზე იმიტომ არ ვსაუბრობ, რომ ეს მაგალითად ჩემს მიერ დასახულ მიზნების საჭიროებას ცდება. თორე განა არ შემიძლია თეოლოგიაზე საუბარი. თეოლოგიაზე საუბარი უბრალოდ სხვა ფორმატში გადამეყვანს, თორე თუ ეს საზოგადოებრივი საჭიროებიდან იქნება, საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს ამას, რა თქმა უნდა ვისაუბრებ. მაგრამ რა ჭირს დღევანდელ თანამედროვე ქართულ თეოლოგიას? ხო? ახაც ორთოდოქსული კანონიკა არის. მაგალითად, ნებისმიერი მიმართულება რომ ავიღოთ, თეოლოგიის გნებავთ ლიტურგიული თეოლოგია და გნებავთ მისტიკური ისიხასტიზმია თუ ეკლესიოლოგია ავიღოთ, ევქარისტიული, აი რამდენიმე მიმართულება არის თეოლოგიაში, ხოლო ერთი სოფიოლოგია არის, გონი რაღაც ახალი, რომელიც რუსულია და რაღაც კანონიკურ ჩარჩოებს ცდება, თუმცა ორთოდოქსულ კანონიკურ ჩარჩოებს თითქოს ცდება, მაგრამ საბოლოო ჯამში ესეც იმ ორთოდოქსულ დოგმებზე არის მიბმული 80%. რაღაც მხრივ ცდება და ამიტომ არ არის ისეთი მიღებული ამ გონი სოფიოლოგია ქვიანას. ხო და რისი თქმა მინდა მეგობრებო, რომ რომელი სფეროებიც არ უნდა გავაერთიანოთ, მაგალითად ახლა თანამედროვე მართლმადიდებლურ თეოლოგიის მიმდინარეობები, ხო? ნებისმიერი მიმდინარეობა რომ გავაერთიანოთ, მაინც ორთოდოქსი ნიშნავს მართლმადიდებლური დოგმების მიმართ ერთგულებას, ხო? ანუ ხო და მე კი ერთგული ვარ ჩემი სარწმუნოების მართლმადიდებელი ქრისტიანად ვთვლი მე ჩემს თავს და ეს ჩემი სოციალურ-კულტურული მენტალური მდგომარეობისთვის და ფსიქოლოგიური სტატუსისთვის ყველაზე მეტად შესაბამისი ფორმატია საქართველოში ცხოვრობ და ქართველ ხალხთან ურთიერთობისთვის, ხო? თუ მაგრამ მე რო ეხლა მომეწიოს მაგალითად რომელიღაცა თქვა ინდოელთან საუბარი, ან მომეწიოს თქვა ინგლისელთან საუბარი, ან ამერიკელთან მომეწიოს საუბარი, ჩემი ეს რაღაც, ასე ვთქვათ, დოგმატური მსჯელობა საერთოდ უინტერესო ხდება, გავწდებით ამის ფარგლებს, ხო? შესაბამისად, თუ კი მე არ ვწდები აზროვნებაში ამას, ვერც გავწდები რეალობაში. გასაოცარი მსჯელობების წარმოება შეიძლება ძალიან საინტერესო, მიყვარს თეოლოგია. პატივს მე ძალიან დიდი ხანი ვსწავლობდი, საერთოდ სარწმუნოების შესწავლით დავიწყე და აქედან დავიწყე. აქ იბადება ხო კითხვები, მაგრამ ჩვენთან რაღაც სხვათა შორის ძალიან ბევრი მოძღვარმა თვითონ არ იცის, იმიტომ კითხვა დამისვამს, მოძღვისთანაც მქონია ურთიერთობა და ბევრს ურთიერთობას კი შეუწყვილავს. ჩვენთან, იმიტომ რომ ალბათ ამჯობინა ამ ადამიანმა, რომ მას უფრო დააზიანებდა იმაში გარკვევა რა შეკითხვასაც მე უსვამდი. ანუ მე საბოლოო ჯამში უამრავი სხვადასხვა რელიგიის შესწავლა დამჭირდა, უამრავი სხვადასხვა რელიგიური ფილოსოფიური მიმდინარეობის შესწავლა დამჭირდა და გამომდინარე აქედან მე შემდგომ მივედი იმ ჭეშმარიტებამდე, რომ სული და ღმერთი არის
ტოტალური მოცემულობა. ანუ გაცილებით ადვილია რა, ერთი სიტყვით, როდესაც ვთქვათ, მომწყდეული ყავს. ადვილია სკოლაში ვამბობ რა, ჭალებში, რაღაც ჩარჩოებში ყავს მომწყდეული და იქ როზგავ. ხო, ანუ თუ ძალაუფლება გააქვს და ძალადობის ბერკეტი ხელში გიჭირავს, გიადვილდება რა, ერთ შემთხვევაში ეუბნები რომ იცი რა, შენ ამას არ გაცდე, ჯობია, ძმაო. თორე აქედან მე შენ ამას დაგარტყა, მაგრამ ამის მეჯერეთი არ მჭირდება ეს, ამაზე გაცილებით უკეთესი ხერხი არსებობს, მაგრამ რომ მჭირდებოდეს არ მაქვს. ჩავხედოთ რეალობას, ეხლა ერთი ადამიანი საუბრობდა დღეს რეალობის ჩახედვაზე, ანუ რაღაც ხრივ დამარცხდა, ძალიან ბევრი მიმართულება დამარცხდა და ეს თუ აღიარებული არ იქნა, მეგობრებო, ხო? თუნდაც იმ შინაურობაში, თუნდაც საერთო წრეებში, ოღონდ თუნდაც საკუთარ თავთან. თუნდაც საკუთარ თავთან. აი, როდესაც ეს ხდება, აღიარების საჯარო თქმა კი არ არის მნიშვნელოვანი. ამას არ შველის საჯარო თქმა. ამას შველის მხოლოდ თვისობრივი მეტანოია ხდება მე, ანუ ხდება გონების ცვლილება ხდება, ავტომატურად ხდება გარდასახვა. შედეგები ხდება სხვა, მოქმედებები ხდება თვისობრივად სხვანაირი. დამოწმებით უნარზე რომ საუბრობ, ხო? მე ვიცი ეს რა განწყობასაც იწვევს, მაგრამ ჯობია იმ ადამიანებმა შეიცვალონ, ჯობია, ყველასთვის ჯობია, ქვეყნისთვის ჯობია, შეიცვალონ შეხედულება სიღრმის და სიმაღლის მიმართ. ვიდრე მე დავიწყო ეხლა რაღაც სხვანაირი საუბარი და რაღაცების მტკიცება, რომ იცით რომ მე ესეთი არა ვარ და ასე შემდეგ რა. ანუ მე ვიცი როგორიც ვარ, მე ვიცი თავიდანვე ვიცი და გააზრებული მაქვს რა პასუხისგებლობაც მაქვს აღებული მეგობრებო და თავიდანვე ვიცი რასაც ვაკეთებ და ვიცი შედეგები და რა ფასი აქვს ასეთ პასუხისგებლობას. ვიცი ეს. თუ კი მე იმაზე მინდა ვისაუბროს საზოგადოებას, რაზეც მე ვარ მზად სასაუბროდ, მაშინ მე საკმაოდ დრო და ენერგია უნდა დავხარჯო იმისთვის, რომ გავაძლიერო ჯერ გარკვეული ის სფერო მაინც, სადაც მე მოვაწევ, ხო? მაგრამ დღეს იმდენად ტოტალური გახდა პრობლემატიკა საერთოდ, რომ ყველაფერი ერთი მეორეზე მიება, ყველაფერი. ამიტომ ეს რაზეც ახლა ვსაუბრობ, ყველაფერს ეხება. და პირველ რიგში ეს დაკავშირებულია მრავალფეროვნებასთან. თეთრი ფერი რო ტყდება და იშლება, ხო? ფიზიკური თეთრი ფერი რო იშლება მატერიალური იმაში სპექტრში, ფერთა სპექტრში, მრავალფეროვნება ხდება. ხო? მაგრამ მეორეს მხრივ თეთრი ფერი ზუსტად აი მრავალფეროვნებისგან შედგება. ამიტომ გამორიცხულია მხოლოდ რაღაც ერთი კონტექსტის და ერთი საკითხის ჩვენ უნდა შევძლებოთ ყველამ ერთად და მოვახერხოთ ის, რომ საზოგადოებამ შეძლოს სხვანაირად რაღაცების დანახვა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მეგობრებო, რომ პრობლემები გვაქვს დროში ვერ ვეწევით რაღაცებს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ პრობლემები გვაქვს წესრიგის. სიზუსტის პრობლემები გვაქვს ძალიან სერიოზული. ჩვენ გვაქვს პრობლემები საერთოდ აი განსხვავების, გარჩევის პრობლემა გვაქვს ერთმანეთისგან. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ იცი რა შენ შეიცვალე, შენ და შეიცვალო, ამას როგორ ვერ ხედავ შენი ასე ისე აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს მეგობრებო ამის კეთებას. უბრალოდ ვერ დაანახეთ. მემი რა არის ახლა, აი ეს საკითხიც განვიხილოთ მოკლედ, რომ აი შეივსოს რაღაც მემი და სტერეოტიპი რა. საერთოდ ყველანაირი არსებობა ინფორმაცია არის. ყველანაირი არსებობა. იმ ინფორმაციასაც კი, რომელსაც ენერგიასთან არ აქვს კავშირი, ანუ სემანტიკურ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ აღვიქვამთ და ვერ წარმოვიდგენთ ესეთი რაღაც ფორმით. საბოლოო ჯამში ინფორმაცია ფორმაა და გამოსახულებაა. ნამდვილი ინფორმაცია, ანუ ორგანული, ბუნებრივი, ონტოლოგიური, არამემეტური, არასტერეოტიპული ინფორმაცია ცოცხალი. აი მაგალითად ეხლა ჩვენ რომ რეალურ ვინც ახლა ხედავს ამ ვიდეოს, ხო? თუ კი ჩვენ ეს რეალურ ვიდეოს გარეშე რომ საუბრობთ, რომ თუ კი უყურებ ადამიანს, თქვენ თუ გიყურებთ, ხედავ, ესე იგი, აი ხედავ ცოცხალ ადამიანს. ყოველ წამს რო იცოლება მისი ყველაფერი. აი ეს ენერგია, ეს ენერგიის ის კვანტი უკუგებადია, რასაც მე ვხედავ. აი ეს გამოსახულება და შინაარსი ერთი მეორეს პასუხობს, ემთხვევა ერთმანეთს და მე ვხედავ რეალურ ონტიკურ ინფორმაციას ვხედავ, ანუ ონტოლოგიურ ფსიქოლოგიურს. ბიოლოგიურად ორგანულად გამოხატულს ენერგიის კვანტში, რომელიც უკუგებადია ჩემს მიერ დანახული გამოსახულების. ანუ ინფორმაცია, რომელსაც მე ვხედავ, ამ შემთხვევაში არ არის მემეტური, მაგრამ
თუ კი მე ხელში მიჭირავს მაგალითად აი გარდაცვლილი ადამიანის სურათი. და კი ჩემს წარმოსახვაში შეიძლება ცოცხალ ადამიანს დაუწყო საუბარი, მაგრამ ხო გარდაცვლილია ეს ადამიანი და აი ამ სურათს ეხლა რომ დაუწყო ჩხუბი რომ რაღაცა აი ნებისმიერი სახის ურთიერთობა დავამყარო რა. თქვათ, შეიძლება სევდა გამოვხატო, შეიძლება რაღაც რემლი გადმოვა, ეს სხვა რამეა, მაგრამ ახლა წარმოიდგინე რომ ეს ჩხუბები თქვათ რა, ანუ კედელს დაარტყი თავი რა, თავს გაიტეხავს ხოლმე ადამიანი. არანაირი შედეგი არ აქვს ამას, ხო? აი ეს არის მემეტური გამოსახულებასთან ურთიერთობა კავშირი. ეს არის მემეტიკური გამოსახულება არის ის, რასაც ორგანული უყუგება არ გააჩნია. თორედ რას ვამბობ? ესე იგი, ამ შემთხვევაში ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ უმტკიცებთ, შენ რატო ვერ ხედავ იმას, რაც ხდება და რაღაცეები, აზრი არ აქვს, ის ჰიპერგანვითარებულია მემში, სტერეოტიპში, ვერ მოუგებ, გაჯობებს, წააგებ, მაგრამ ადამიანთან კი არ წააგებ, იმ ადამიანთან. სტერეოტიპთან წააგებ, ანუ შენ თავთან აგებ. ეჭხუბები აი რაღაც გამოს სურათს, რომლის უკან არაფერი არ დგას ხალხო. რეალობა არ დგას. ანუ საუბრობ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს მეუბნებით, რომ შენ უნდა გამოსული, შენ როგორ ამას ვერ ხედავ? აზრი არ აქვს. ის რომ ხედავდეს უკვე სხვანაირად იმოქმედებდა, ის რომ ხედავდეს იმ საჭიროებას. კი, მომენტში გგონია რომ ესენი ძალიან კარგად იცი შენ, მაგრამ რომ იცოდეს ადამიანი, ხომ რომ ეს მისთვის სასარგებლოა, ანუ ცუდის და კარგის ფორმატში არ ვსაუბრობ. ცუდი და კარგი რაღაცა მტერი და მოყვარე რაღაც ეს სხვა ფორმატია, ხო? ნახეთ, აი თუნდაც ომის ფორმატი რო ავიღოთ რა გააკეთა ზელენსკიმ. თუნდაც ომის ფორმატი რო ავიღოთ. სტრატეგიულად დაალაგა მან მიმართულება ესეთი რომ ჩვენ ომის მოგება შეგვიძლია მხოლოდ ომის მოგების თვალსაზრისით აგებულ სტრატეგიაზე კი არა. თუ კი ჩვენ სტრატეგიას ავაგებთ ადამიანური სიცოცხლის შენარჩუნების და ადამიანის ღირსების და კეთილდღეობის შენარჩუნებაზე აგებული სტრატეგიის მიხედვით. და ყველა ის ტექნოლოგიური სიახლე და ძალაუფლება, რომელიც მოპოვებული აქვს, სწორედ ადამიანური ღირებულებიდან გამომდინარე, ადამიანურობაზე აგებული. მიუხედავად ომისა, რამხელა ღირებულებების მატარებელი და ის გახდა ეს ადამიანი, ხო? მე ყოველთვის ვამბობდი ისე მაგას. მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მიდგომებია შესაძლოა მრავალფეროვნება არის შესანარჩუნებელი და შემოსატანი. შესანარჩუნებელი ცოტაა, შემოსატანია პირიქით მრავალფეროვნება. ამისით საუბარი იმიტომ მჭირდება, რომ უფრო მეტი რაღაც შევძინო თითქოს რა მნიშვნელობა. თორე სინამდვილეში ჩემი აზრით უკვე იმდენი თქვი მრავალფეროვნებაზე, რომ ამის გააზრება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ მრავალფეროვნების, მრავალფუნქციურობის, მრავალგანზომილებიანობის საჭიროება დავინახოთ ჩვენს დღევანდელ ქართულ რეალობაში. მადლობა ყურადღებისთვის და ჯანმრთელობას, სიზუსტეს და კეთილდღეობას გისურვებთ.